ეგ დაგეგმილი ღონისძიება არ იყო, სამწუხაროდ არ იყო დაგეგმილი ღონისძიება, იმიტომ რომ დაგეგმის შემთხვევაში მანდ აქცია ჩატარდებოდა აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში, სულ თავისუფლად შესაძლებელი იქნებოდა მოძრაობა არ ჩაკეტილიყო, თუნდაც ჩაკეტილიყო პირობითად კონკრეტულ მონაკვეთში დაუშვა თბილისი მოლთან, საპატრულო პოლიციას იმის დაორგანიზება გაუჭირდა, რომ ერთი მხარე გადაექცია ორხრივ მოძრაობად და პირობითად სიტყვაზე ზახესის გადასასვლელთან მერე გაეგრძელებინა სვლა. ეს იყო უბრალოდ და რაც ახლა ხდება ბოლო პერიოდში, ხო, აი დეკემბრის თვეში განსაკუთრებით ეს არის კონკრეტული ერთი ადამიანის მიერ, ანუ მან როგორ არის, ანუ აქ არანაირი სისტემური მიდგომა, სისტემური გეგმები, სისტემური განხილვები, მსჯელობები, როგორ უნდა გავაკეთოთ, ამას რა შედეგი შეიძლება მოყვეს, ამ კონკრეტულ ადგილზე პასუხისმგებელი პირი ვინ იქნება, კოორდინაციაში, ანუ მართვა და კონტროლის მექანიზმი არ არსებობს არანაირად ერთის მხრივ და მეორე მანდ არის უკვე ქულების დაწერა როგორც დეპარტამენტის დონეზე ალბათ ჩემი აზრით ახლა ხარებამ შეპირდა რომ ამ აქციებს მე მოგიკლავ რამოდენიმე დღეში ან თვეში ან კვირაში ამ სადისტური მეთოდებით და ახლა უნდა რომ სიტყვაზე მინისტრთან და მთავარ ბრძანებელთან დაიწეროს ქულები რომ აი იცი რა თქვენი შედეგი შევასრულე ამით ზოგადად სამინისტროში მსგავს აქციებს ხო თბილისში გულისხმობ სამი დეპარტამენტი მართავს ეს არის საპატრულო პოლიცია ქალაქ თბილისი და ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უნდა ჩაერთოს უკიდურეს შემთხვევაში როდესაც ან აქცია არის ძალადობრივი ან არსებული პოლიციური რესურსი არ ყოფნით იქ ადგილზე მყოფ პოლიციელებს ჩვენ რას ხედავთ, ხო? ანუ იქ თქვენ რასაც უყურებთ კადრებში შეიძლება ვერ არჩევთ, მაგრამ მან სამი განსხვავებულ ფორმაში ჩაცმული ადამიანები სამივე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. აი რასაც უყურე ერთადერთი პოზიტიური როლი, აი მან რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არ ყოფილიყო, გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება გვენახა ჩვენ, იმიტომ რომ ანუ რაღაც დოზით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მე რასაც უყურე კადრებში განეიტრალების ფუნქციაში ასრულა, ანუ დგებოდნენ მოქალაქეებს და ამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის. და ეს აგრესია ზუსტად მაგას ემსახურება, რომ ანუ ეს ხარაზიშვილისგან მოდის პირდაპირ ბრძანებები. არანაირი გეგმის, არანაირი სტრატეგიის საფუძველზე. ანუ საპატრულოც ხარაზიშვილს ემორჩილებოდა, შეიძლება ვთქვათ, კრიმპოლი ხარაზიშვილს ამ ხარებას ყველა ემორჩილებოდა ამ კაცს და ამ კაცის უკან მის უფროს მინისტრს და ვთქვათ უფროს ოლიგარქ ივანიშვილს. სადაც ხარაზიშვილი ჩდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს. იქ საპატრულო ანუ ეგ არც ვაჟა სირაძეს და დიდი ბოდიში მათთან აპატიოს არც ვაჟას და არც უპატაძეს და არც თამაზაშვილის ეგ პატივს არ ასწევს და მეტიც ძალიან ბევრჯერ მოუხსენებია უშვერი სიტყვებით და გაზამხულის აქციებზე ეთყობა უსაყვედურეს მაშინ ახალგაზრდები როცემა და გაბუტული იყო მე მგონი 3 თუ 4 დღე საერთოდ არ ერთვებოდა ანუ ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ კანცელარის მიმართულებით შედიოდნენ, მაგრამ ამოცანაში არ თავდა. ვიზე იყო გაბუტული და თქვენ ხართ მომსწრე კუპატაძეს და სირაძეს რომ ამინებდა? იყო გაბუტული კი, მოდელებს ეძახის კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის ეგ და არგით, ანუ არ მინდა ახლა იცით რა არის, უბრალოდ მთლიანად ამათმა სისტემა გააუბედურეს. ყველაზე მძიმე სანახავი ზოგადად რაც არის, ქადაგიძეს უსმენდი ნამდვილად ეს არის, აი მერწმუნეთ, რომ სისტემაში მომუშავე ადამიანები, რომელიც აი ამ სიმახინჯეს ემიჯნებიან და მე ვფიქრობ, რომ მაგ ადამიანებს დღეს ძალიან დიდი როლი შეუძლიათ შეასრულონ ხვალინდელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ დღეს რაღაც ევროპულ მომავალს კი აღარ ვკარგავთ, ან რაღაცა სტატუსების მიღებას ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ და ეს შეიძლება იყოს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხის დონეზეც კი აყვანილი, იმიტომ რომ აქ ეს თავგასული ქმედებები სისტემას კი აღარ აზიანებს, სისტემა აღარ არსებობს. ეს თუ რაღაც შეიცვალა და რამე ნორმალურ გარემოში ჩამოყალიბდა ნორმალური მთავრობა, ამას აწლეულები დასჭირდება. აქ არის საუბარი, რომ მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება
აბსოლუტური კითხვის ეხლა ნიშნის თქვენ ქვეშ, ვიზე იმიტომ რომ საუბრობთ პატრულზე? ქადაგიძემაც ახსენა კი, როცა პატრული, ბრძანებთ, რა ანუ თქმა უნდა, დღეს შეუძლიათ ერთადერთი- მათ რომ გაემიჯნონ მოძალადე სისტემას, მაგრამ პატრულიც იცით რა, მონაწილეა უკვე ამ ხო, ყველაფრის ამ გამიჯვნაზე- აქციებზე, რასაც ვხედავთ სამწუხაროდ. ჩემ და ანუ- სამწუხაროდ. მე გამიჯვნაზე ანუ არასდროს გამიჯვნას მე პირდაპირ არავის არ მოუწოდებ, მაგრამ მე იცით რას მოუწოდებ, რომ მათ შეუძლიათ პოზიტიური როლის შესრულება. მათ შეუძლიათ თავიანთი, იმიტომ რომ იქ არიან, სისტემაში არიან, როგორც საპატრულო პოლიციაში, ისე ქალაქ თბილისის, ისე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, დეპარტამენტებში არიან ბევრი ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ესე არ ესმით. არიან პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად გააკეთონ. უბრალოდ შეუძლიათ შიდა თათბირებში ხმა მოიღონ და თქვა, რომ რატო ვაძლევთ უფლებას კონკრეტულ ერთ ადამიანს თლიანად სისტემა თავზე სისტემა დაინგრა ამ ერთმა ადამიანმა თავის ერთი ახირებით და მიდგომებით. ეს არის ესე ჯაბაიოსელიანი არ იქცეოდა ხედრიონის პერიოდში, ხო? დაადის რაღაც ასე თქვათ ამალა გარშემორტყმული და მანქანიდან ბრძანებებს გასცემს ეს მომგვარეთ, მე იმას მიგვრიან და წიხლებს ურწყავენ. წარმოუდგენელია ამის ყველა ადამიანი, ვინც დაკავებული არის ნაცემი, ყველა იცოდეთ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ნაცემი. მან არც ერთი საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია დამიჯერეთ არც ერთი მან დაკავებულებსკენს არ ურწყავს. ირაკლი, ერთი